იქამდე ნინა უთარაშვილი ტრადიციულად ჩვენთან სტუდიაში და ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ნივთით. ნინა რა არის ეს? შუადღე მშვიდობისა, მოგესალმებით. გვიმარტივებს ცხოვრებას. კი, ნამდვილად, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და ლაშა დღეს ვისაუბრებს ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე და ჩვენ სტუდიაში წარმოდგენილია მიდიას ბრენდის მანქანა. სანამ ჩვენი მაყურებლისათვის, განსაკუთრებით კი დიასახლისებისთვის საჭირო რჩევებზე გადავალ, მანამდე გეტყვის, რომ მიდია შექმნილია ცხოვრების გაუმჯობესებისათვის. ბრენდი ყოველთვის ორიენტირებულია ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მომსახურების გაუმჯობესებაზე, რათა მომხმარებლის ცხოვრება გახადოს უფრო კომფორტული და სასიამოვნო. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ქალმა გამოიგონა, უკვე ისტორიულ ნაწილზე გადავიდეთ. მე-19 საუკუნის ბოლოს და ეს იყო ჟოზეფინა კოკრეინი. საწყის ეტაპზე მოწყობილობა იყო ელექტრონული და საჭიროებდა ადამიანის ჩარევას და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ნახაზი თუ როგორი იყო თავდაპირველად მსგავსი, ესე ვთქვათ, ჭურჭლის სარეცხი მანქანა. დროთა განმავლობაში კი ამ ტექნიკამ შეიცვალა სახე და გახდა უფრო დახვეწილი. დღეს კი ჭურჭლის სარეცხი მანქანა სამზარეულოში ბევრისთვის შეუცვლელი მოწყობილობაა, რადგან ბევრ დროს გვიზოგავს და დამეთანხმებით, რომ თანამედროვე სამყაროში, როდესაც რაღაც ტექნიკა დროს გვიზოგავს, მნიშვნელოვანია და ესე ვთქვათ, გვჭირდება იმისათვის, რომ გავიმარტივოთ ცხოვრება. ნამდვილად ძალიან აი ჩვენ ვხედავთ ფოტოს, როგორი იყო თავდაპირველად, საკმაოდ საინტერესო ვიზუალი აქვს და ჩვენი მაყურებელიც აღიქვამს და ეს ხელით აკეთებდნენ, ხელით რეცხავდნენ და შემდგომში უკვე ესე ვთქვათ ეს იყო ის ქალბატონი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. კი ბატონო და შემდეგ უკვე დააპატენტეს და ჩაუშვეს ესე ვთქვათ მოხმარებაში და შეიძინა სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებმა და განსაკუთრებით დიასახლისებმა. გავაგრძელოთ იმისათვის, რომ ჭურჭლის მანქანამ ჭურჭელი მაქსიმალურად კარგად გაწმინდოს, მნიშვნელოვანია, რომ თაროებზე ჭურჭელი სწორად განვალაგოთ. გაგაცნობთ სამ რჩევას, რომელიც ჭურჭლის სწორად მოვლაში დაგეხმარებათ. სანამ გაგაცნობთ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენი მაყურებელმა შესაძლოა იცის და კარგადაც ერკვევა თუ როგორ უნდა მოიხმაროს ეს ტექნიკა, თუმცა მიდიას ტექნიკის ექსპერტები გვაძლევენ შემდეგ რეკომენდაციებს და ვინც არ იცის, ყველას ეს გამოგვადგება, ამიტომ კარგად უნდა დავიმახსოვროთ ეს რჩევები. პირველი ეს არის არ გადატვირთოთ თაროები. საჭიროა რომ ჭურჭელი ორგანიზებულად დავაწყოთ, დიდი მოცულობის ჭურჭელი სასურველია რომ დაბლა განვათავსოთ, როგორიცაა მაგალითად ქვაბები და ტაფები, ხოლო ზედა თაროებზე უფრო მცირე მოცულობის ესე ვთქვათ, ჭურჭელი მოვათავსოთ, როგორიცაა მაგალითად პატარა თებშები, ფინჯნები, ჭიქები და ჩვენ შეგვიძლია გამოვაღოთ მიდიას ეს ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ვნახოთ, როგორი ესე ვთქვათ, შიგნით ეს სამი თარო აქვს და როგორ შეგვიძლია რომ ჩავაწყოთ ჩვენი ჭურჭელი. შემდეგი არის მოვაშოროთ საჭმელს ზედმეტი მორჩენილი ნაწილაკები, თუ თაში, თებშში ან ჭიქაზე საჭმლის ნარჩენები დავტოვეთ, შეიძლება ჭურჭლის სარეცხმა მანქანამ სრულად არ მოაშოროს მორჩენილი მასა, გარდა ამისა არსებობს რისკი, რომ ეს მასა ფილტრში დარჩეს და რეცხვის პროცესში შეაფერხოს, ამიტომ ყოველთვის კარგად ესე ვთქვათ მოვასუფთავოთ ჭურჭელი და შემდეგ ჩავდოთ უკვე ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. და ბოლო მესამე რჩევა არის ის, რომ გამოვიყენოთ იმ რაოდენობის ჭურჭელი, რა მოცულობისაც არის ჭურჭლის სარეცხი მანქანა. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ იმ მოცულობის ჭურჭელი ჩავდოთ მანქანაში, რათა კარგად გასუფთავდეს და მოერიოს ტექნიკა, დაუკვირდეთ კონკრეტული მოდელის მოცულობას და ასე განსაზღვროთ რაოდენობა. ჩვენთან არსებული ჭურჭლის სარეცხი მანქანა 14 პერსონაჟია გათვლილი და სწორედ ამ რაოდენობის ჭურჭელი უნდა მოვათავსოთ ამ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. გეტყვით, რომ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში სასურველია არ გავრეცხოთ შემდეგი, ასე ვთქვათ, ჭურჭლის ნაირსახეობა, როგორიც არის მაგალითად ალუმინის ჭურჭელი, რადგან შესაძლოა რომ რეცხვის დროს მაღალ ტემპერატურაზე გაშავდეს და შეიცვალოს ფერი. ასევე არ არის სასურველი, რომ გამოვიყენოთ კერამიკისა და ფაიფურის ჭურჭელი, რადგან მაღალმა წნევამ შესაძლოა რომ დააზიანოს და ასევე არ არის სასურველი, რომ გავრეცხოთ ხისა და პლასმასას ჭურჭელი, რადგან მაღალ ტემპერატურაზე შესაძლოა რომ დეფორმირდეს და ფორმა შეიცვალოს და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ ეკრანზე ვხედავთ ამ ჩამონათვალს. საჭირო რეკომენდაციებია. მე პირადად არ ვიცოდი კერამიკის შემთხვევაში, ნამდვილად არ ვიცოდი. და არც ფაიფურის
საფურის ჭურჭელზე. ხო და თვითონ მანქანას თუ ვნებს თვითონ მანქანას არ ვნებს ლაშა, თუმცა ალუმინის ჭურჭლის შემთხვევაში შავდება და არ არის სასურველი სხვა ჭურჭლისთვის და ეს უკვე გააშავებს და დაგვიზიანებს სხვა გასარეცხ ჭურჭელს. ამიტომ კარგად გავითვალისწინოთ, მე როცა მომაქვს ტექნიკა ჩვენ სტუდიაში, ასევე გასწავლით ხოლმე საჭირო, ეს ვთქვათ, როგორ შეგვიძლია რომ გავწმინდოთ და გავასუფთავოთ ჩვენი ტექნიკა მარტივი რჩევებით სახლის პირობებში და ასევე ბიუჯეტურად, იმისათვის რომ თავიდან ავირიდოთ კოროზიის, ნადების, ჭუჭყისა და მიკრობების გავრცელების სახიფათო შედეგები, მნიშვნელოვანია რომ თვეში ერთხელ მაინც გავწმინდოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა. თეთრი ძმირით წმენდა, ეს არის უნივერსალური მეთოდი მგონი ტექნიკისთვის. ეხლა ამ წამს უთხარი ლიმონიც აქაც ფიგურილია. იმიტომ რომ ძალიან კარგად ასუფთავებს ტექნიკას, ავავსოთ პატარა კონტეინერი თეთრი ზმრით და ჩავდოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩვეულებრივი რეცხვის ციკლისას. კიდევ უფრო ძლიერი წმენდისთვის დაგჭირდება ცოტაოდენი ძმარი მანქანის ფსკერზე, რომ მოასხუროთ, ასევე ჩართოთ ცხელი წყლის რეჟიმი ამ შემთხვევაში. ეს მეთოდი გამოვიყენოთ, როდესაც მანქანა არის სარიელი და შიგნით არ არის ჭურჭელი. შემდეგი არის ლიმონის წმენდა, რომელიც ლაშა შენ ესე ძალიან მოგწონს და ასევე შეგვიძლია რომ ამ შემთხვევაში ლიმონი მოვათავსოთ ჩვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და ასე გავრეცხოთ და ასევე ძალიან კარგია საკვები სოდით წმენდა. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი კოვზი გამოვიყენოთ, რომ არ დაგვიზიანდეს ჩვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ეს ვთქვათ, კარგად გაირეცხოს ჩვენი ეს ტექნიკა. ახლა კი გადავიდეთ უკვე მიდიას ამ კონკრეტულ მოდელზე და გეტყვით რომ ეს არის 14 პერსონიანი ეს კონკრეტული მოდელი და საკმაოდ ტევადი ჭურჭლის სარეცხი მანქანაა, რომელიც ეს ვთქვათ, გვიზოგავს დროსა და ენერგიას. ის გამორჩეულია თავისი უნიკალური რეცხვის რეჟიმით, InnoWash Plus-ი, ანუ სამმაგი დუშირების სისტემით, რომლის საშუალებითაც წყლის ჭავლი 360 გრადუსით რეცხავს ჭურჭელს. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება. კი, თაკო გეთანხმები. გეტყვით რომ დუშირების სისტემა რეცხვის პროცესში უზრუნველყოფს წყლის თანაბარ გადანაწილებას, რაც ხელს უწყობს ჭურჭლის ზედმიწევნით და ეფექტურ რეცხვას. გეტყვით რომ მოდელი არის აღჭურვილი ინტროვერტული ძრავით, რაც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობით მაღალ კლასს და დაბალი ხმაურის დონეს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, როდესაც მაგალითად საღამოს საათებში გვინდა რომ ჩავრთოთ ჩვენ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ეს დაგვეხმარება იმაში, რომ არ შევაწუხოთ ჩვენი მეზობლებიც და ჩვენთვისაც შემაწუხებელი არ იყოს, ხო? კი ბატონო, გეტყვით რომ ენერგიის მოხმარების კლასი ამ კონკრეტული მოდელის არის A3 პლუსით, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე 2000 ვატი, რაც გვეხმარება იმაში, რომ კარგად გავასუფთავოთ ჩვენი ჭურჭელი. ასევე გეტყვით რომ ამ კონკრეტულ მოდელს აქვს 3 თარო, რაც გვაძლევს საშუალებას კომპაქტურად მოვათავსოთ ჭურჭელი და საფუძვლიანად გავრეცხოთ. 3 თარო უზრუნველყოფს ასევე ჭურჭლის სწორ ორგანიზებას და მეტი ნივთის მოთავსებას. ზედა თაროები მცირე ნივთებისთვის, როგორც აღვნიშნე, ჭიქები, ჩანგლები, კოვზები არის იდეალური ეს სივრცე ამისთვის, ხოლო ქვედა თაროები დიდი თებშებისა და ქვაბებისთვის. ასევე ამ კონკრეტულ მოდელს აქვს 8 რეცხვის რეჟიმი და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი პროგრამა არჩიოთ, მათ შორის არის ეკო, ინტენსიური, ასევე ღამის რეჟიმი, სწრაფი რეცხვა, რეცხვის პროგრამა ჭიქებისათვის და ექსტრა შრობაც კი ლაშა, ესა დავიმახსოვროთ. ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. კი ბატონო, გეტყვით რომ მიდიას გზავნილია იგრძენი თავის სახლში. ახლა კი ბოლო კიდე ერთი მთავარი რჩევა უნდა მივცე ჩვენ მაყურებელს და ასევე თქვენს. გეტყვით რომ თანამედროვე ჭურჭლის სარეცხი მანქანები გაცილებით ნაკლებ წყალს მოიხმარს, ვიდრე ხელით რეცხვის შემთხვევაში დაგჭირდებოდა. გეტყვით რომ ჭურჭლის სარეცხ მანქანას შეუძლია ერთ ციკლში დაახლოებით 6-დან 12 ლიტრამდე წყალი გამოიყენოს, მაშინ როცა ხელით რეცხვისას შეიძლება 40 ლიტრამდე წყალიც კი დაგვეხარჯოს. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ესე ვთქვათ, კარგად მოვიხმაროთ ჩვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა და კარგად გავასუფთავოთ ჩვენი ჭურჭელი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის. როგორც ყოველთვის. ბევრი რამ ჩემთვის პირადად აღმოჩენა იყო და გავითვალისწინებ აუცილებლად იმისთვის, რომ იგივე ჩვენთვის ძვირფასი ჭურჭელი არ დავაზიანოს. ჩემთვის რაც თავარი საინტერესო მოსასმენი იყო, როგორც ყოველთვის. მადლობა.